მოგესალმებით მეგობრებო. მოგესალმებით. ნუ დავრუნდი როგორც ხედავთ ვარჯიშები რაღაცები მქონდა და მოვახერხე და მოვედი დილას გამოვედით გარეთ გავიყვარსეთ. მამე და გიო. და დავიწყებ შევუდგებით ახლა უკვე ფინტების გადაღებას ტრადიციულად. პირველი ფინტი გახავთ ეს. და რას შეგვიძლია გამოვიყენოთ? პირველ რიგში, როდეს ცველი მოდი შეგვიძლია გადმოუგდოთ და გავეთავისუფლოთ. ეს ფინტი მე ვერ გეტყვით, რომ თქვენ შეძლებთ 11-იან ზალით ეს იაგდებას, მაგრამ თუ მაღალი ბურთი მოგტუნავს, შევძლებთ გაჭერას და გადმოვუგდოთ. თუ რა თქმა უნდა შესაბამისი ტექნიკა უნდა გქონდეს ამ ყველაფრისთვის. და მომენტი, რაც თავარია, სწორად აღნიშნა ცოტნე. ჩვენებთ როგორ უნდა ჩამოღება ბურთი, როდეს ეშვება მაღლიდან და ვიჭერთ მსგავსად. თავარი არის ის, რომ ბურთი დაშვების მომენტში ფეხი შეუშვიროთ სწორ ადგილზე, სწორ დროს. ეს არ არის თვალთვარტივი. მოკლედ ბურთი ეშვება, ფეხს ოდნავ ქვემოწევთ ამ მიღების დროს და შემდეგ უკვე უგდებთ მოგიხსენებათ. ეს ფინტი არის საკმაოდ რთული. გეტყვით, მეც ხშირად გამომდის, მაგრამ ზოგი მომენტი არის, როდეს არ გამომდის. ნუ რაც შეეხება ამ ფინტის არს, ეს ფინტი არის იმისთვის, რომ პასი გავაკეთოთ, ან მეკარის გადავუგდოთ მინის თამაშისას. ნუ თუ 100 მეტრიანზე გამოუყენებიათ პრინციპში და შეგიძლიათ, თუ საკმარის ტექნიკა გაქვთ. ამ ფინტის არსი მდგომარეობს შემდეგში. ვაკეთებ მსგავს მოქმედებას. პირველი მოქმედება ეს არის ფეხით, ჩვენი ძლიერი ფეხით ბურთის გამოგორება. ოღონდ უნდა გავიგოროთ აი ესეთი მიმართულებით, ქუსლისკენ და ამ ფეხს აუგდოთ. ვიყენებ ფეხის აი ამ ნაწილს ასაგდებად, სადღაც, რომ კაი მიმართულება გქონდეთ. ნუ გამოგადგებათ ეს ფინტი და გადავიდეთ შემდეგ. ეს ფინტი სიმართლე რო გითხრათ. გამოსადეგი არის. გამოყენება შეიძლება უფრო მინიზე, დიდზე, ხა, ესეთი რაღაცები. არა, ჩემი არის არ გამოგებათ. უფრო მინიზე მოსატყუებლად დასაბნევად ეს ჩხარ ტემპში რო თამაშობ. ეს არის ამ ფინტის ახსნა, ასე რომ ვთქვა და გადავიდეთ ჩემ. ეს ფინტი იგი ალბათ ყველა მიცით დარწმუნებული ვარ რომ ყველას გეცოდინებათ აი ეს ძალიან ლამაზი მომხილავი ფინტი მე მომწონს შორის შეიძლება გამოიყენოთ ასევე მოწინააღმდეგესთან წინ როცა გახართ მოდის ბურთი შეიძლება იმას ეგონო შეულებროთ რომ ხელში იჭერთ ამ ბურთს და ამ დროს უწევთ გაწყვეტ და იჭერთ ხელში მარტივი არის არის დიდი სირთულე დაკავშირებული წინა ფინტთან გიორგიმ რო ახსნა ჩამოღებასთან არის დაკავშირებული ეს ფინტი და გამოიყენეთ წინა ფინტიც და შეგიძლიათ მიამატოთ ასევე ეს ფინტიც და გამოგივოთ იან ჯამში ერთი ლამაზი ფინტი ჩვენ ამ დაგემშვიდობებით, იმედია გამოგადგა ჩვენი 4 ფინტი. Ας თუ ისე ნორმალური ფინტები იყო, ცოტა რთული, ცოტა მარტივიც. ამით დაგემშვიდობებით, რაღაც ამ ბოლო დროს მაყურებლები მოხშირდნენ, რაც გვიხარია, მადლობას გიხდით ამისთვის. მე ვაკეთებ. თქვენ ხართ. ამით დაგემშვიდობებით.